Talk Cafes podcasting. Davida. თავი რომ გონია ხასა უკეთესო თასვაზე წინა ხარ მაღალი ფენა შენზე ვიდგი მე თავს მოვიზონებ და გადაუვალია ჩემი გაფრენა თითო საგალობლებ შენი ჰენა ნახე და უცებ გავაკეთე თქვენი კაპელა მაინც ვერ იქნები ის შერეკელი როგორიც მე ვარ და შეწყიდე ფრენა გავაგიბნერია და რომ გაქონდეს გეტოში ვერაზოს ვერ ნახავ დონებს მე კიდევ მიასე და კიდევ დონეს და ამაღამ ჯოკერი მაჩუქე გოდებს და რომ გადაუჭა ამდე და გოლებას ეგ ჩემი ბრალია მე მიმატლოდეს და მე რაც მომრალებ შეხდენ ვიულობას ასენი ვეგენები გაკაპელოდებს ბაგრებ ამით სამეულებს ვახარისხებ და Pactep, suda noshi dura me chates me magulo pactep ande superior ande da teirani pactep chate abo petke da kitpes batep staga dan amat bagit mic drop da de vizir moshi gamo khota ke ta pis koshmani khamis da paralizi chakesine pada da ki khotil amase choke da pola presto ke ta sheosia ke ta mocheri vis da rosa me dishenari si bazari gabrazde bushin da miterdis me su gamo vedi mari patebi da sakhe kotsose da mitodep tha ami martebi da kami martebi kho gamosavali bro araris sva me gadavda kho barikatebi da barikatebi ki sofia sva imdeni gamostileba da mikrota ra uslet tamamshi gavseni bra chemia barebi gakeri khodebi da es metodebi same bogarze moviye every gavda khodebi da robots ro uzibi prina parse ami da vibazro magram metsodebi tsotskhali katsi rom giji khomtarze swagaro media dikatis problema pirveli ezie sakutarze lava chauterem goni haki chemi system am goni blaki chemi raga tat goni kargi dam peroshi toni stargi mida tavtio tines dargi damo vida ne chemi bargi chemi barebi toma hagi khota chena khar bumerangi wow yo abo peke wala peri bana mazagari ari buma chemi teirani ana ishak mani gida andara isama gido shemi septerti kolo tokti deba teirani khafta ga uri tomian spos kheimani magamash sama ki bumerga yus kheibari sheni bolo da milia khnas kheibari khota jege mozis kari da fede bishai kari wow yeah Tokafე დაბრუნდა Tokafე აქ არის დღეს მრავალ სტუმრიანობა მაქვს როგორ არის გრამატიკულად მოკლედ ეგრეა PvP საძმოდან მოვიწვი ადამიანი რომ მაინც მარტო არ იყო ხა მარტო კაცი ჭამაშია ცოდო მაგრამ ამ შემთხვევაში სმაში სალამი ხო დღეს ჩვენი სტუმრები არიან მიქაელი და კვაჭი კი ბატონო მაგ თემას გავარკვევთ სახელებს რატო ისვის და რანაირად ვიმყოფებით გადაკარი ბარში და მადლობა სტუმართ მოყარეობისთვის. სპანერს ამას ვერ ვიყოდი. ატარაჭიქებით ვარ. მას ქვია გადაკარი, მაგრამ ამას ქვია უფრო რა ვიცი, თალია, ჩაცალე, რა ვიცი, მოკვდი, რა ვიცი რა. მომეკლეს ხალხი ფაქტიურად. საჩი ვერ წახვიდე. ძალიან დიდი მადლობა კოტი აფხაზის 42 ნომერი არის სოფიკო ჭიაურის სახელობის ბახშიარი პირადი გადაკარი ბარი. ესე იგი, მოდი ეს თემა რომ მოვილიოთ. Dear Shop-ი, ჩემი ძმა კომპანია არის ასეთი რომელიც არის გდანში არის ფილიალი და ასევე თამარაშვილის 14 ნომერში ახალი ფილიალი გაიხსნა გამომატანა კეპები თქვენთან ბიჭებო ეს უარი ჩხუბოთ თქვენ ერთნაირები მაინც ბეთლი გაქვთ ერთმანეთთან და PvP საძმოს ძმას მე კი ისაც მაფარია და მაგათი თემა აბა როგორია შეგიძლია ფენზომაზე გემოზე დაიყენოთ თან კოქტეილიც გავსინჯოთ ნახე რა მგონია თავი თქო წეღან თქვი უკვე ხმა რა ვიცი მეც კამერა არის ბიჭო როგორ გამოვიყურე ალექს ჩემი ძმა ხარ არ გეწიროს გუშინდა ვლადისფერ კონტენტს შეჯობია იმიტომ ის არის სიმჯავე მე და მევასე მის თვილი იყო ამას გადავდებ ესე აქს დავდებ ესე მადლობა ძმაო მადლობა დიდი გაიხარე გაგვისწორდა ხო თავარი ეგ არის აბა ეხა ჩვენ გაცნობას გავუმარჯოს როგორც პატარა ხალხი პატარა ჭიქებითო როგორც დიდი ხალხი ამას უმევერია ორი ხელი შეგიძლია ძმა ვარა სიტყვა რო პრესიაცი უჩი რა ხდება კალადურის ბურთივით მოდი ახლა ესე დავიწყოთ რა თქმა უნდა მიქაელი მაინც არის ხოლმე რომ ასოცირდება რომ უნდა მოკლაზაც აგიყვანოს და რაღაცა ხელი ამბავი და საიდან როგორ ანაირად და კვაჭიზეც გადავაკეთებ და შეუპერები უნდა დაიყვანა ანუ ეს მიქაელის სტეიჯნემი არ არის მიქაელი მქვია მე რა ხო და კი და იდეაში ჩემი სტეიჯნემი არის იდეაში ნაჯახა რა და ეგრე ვაპირებდი გამოსვლას მაგრამ ნუ მე დიჩიმაც რა ვიჟიური მაძაობა ბიჭებმაც მითხრეს რომ რაღაცაო ფორმაც უფრო ერგებაო და ცოტა ისეთ სახელი არისო რაღაცაო და ჩემთვის ახლა მე კი მიჩვეuli ვარ ახლა თელი ცხოვრება ბავშვობიდან მიქაელი მჩვეულებრივ მომენტ მე ეგრე აღვიქო რა და ხო დაბადები და ხო ანუ ისეთ ანუ სერიოზული ისეთი არაფერი არა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და რაღაცა ბიჭებაც ესე რომ მითხრეს მეთქი რავი
ფორმატს რაღაც პონჩი უფრო ერგება რა და ნუ ბეთზე უფრო ან მიქაელი, ანუ ოკეი მომწონს ეგ და როგორც არტისტი ნაჯახა რა. მეგეთ პონჩი. მიქაელი მე მომწონს. ხო, ნაჯახა უკვე ისე ჟღერს, რომ გავჩე დაგჩეხავთ. ხო, ანუ ეგ უფრო არტისტ, ანუ პროსტა როგორც არტისტი მიქაელი მე ცოტა ის ჩემთვის ვერ ხდება, მაგრამ ნაჯახა უფრო. აბა კვაჭი შენ? ჩემთან დაახლოებით შენ იქ დამომპეხო იქ. ხო, რა თქმა უნდა. დაახლოებით იგივე სიტუაცია უბრალოდ მე გიორგი მქვია რა, მაგრამ ძალიან ბავშვობიდან მეძახიან კვაჭის რა. კალათბურთს თამაშობდი და კალათბურთს გუნდში შემარხვეს და დედა ჩემიც კი კვაჭის მეძახის და უკვე ისე ვარ მიჩვეული რომ გიორგის რომ მეძახიან არ ვიხედები მეც აი კვაჭი ასოცირდება ხოლმე ხო აი კვაჭი ტიპიაო რა ბიძრა გაძრა აი მაგის არის ეგთება კი მაგის გამო შემარხვეს კვაჭობს თავიდან და მომყვება რამდენი წელია და ვფიქრობდი მეთქი stage name-ი რა არც ვფიქრე ეს ბევრი stage name-ი რა უნდა მქონდეს ხო კვაჭი რა ნუ всё კაი ეხლა ის თემა როგორ არის რომ აკიც მაგაცურად ზიხართ მაგრამ ერთმანეთში გაქვთ ბეთლი ზოგადად მაინც საქართველოში დღეს კიდე მაინც უკვით რომ აი როგორ შეიძლება ერთმანეთთან ბეთლი ქონდეს ტიპებს და მაინც ერთმანეთთან ზმაკაცობდნენ რა ხო რა მაგ თემაში როგორ არის ეგ არის რა ჩაოლებრივი ამბავი რა კულტურაა ჩაოლებრივი ჰიპ-ჰოპია რა ბეთლია და აი ბეთლია ჩუვაკ ანუ ვიბეთლავებ და ვიზმაკაცებ არა ვაფშე მაგას პრობლემა რა ანუ მე როგორც სპორტი ეგრე აღვიქონ რა და ეხლა სპორტთან ის ხარ არის რომ რაღაც ერთმანეთზე რაღაცად შეთავქდი და ეგ ჩაოლებრივი მომენტია ეხლა დალშე ნაბიგან სპორტ როგორც სპორტი ეგრე აღვიქვა მე ხარ რაც არ უნდა ჩემზე რამე ისეთი რაც არ უნდა ჩემზე რაც არ უნდა თქვას მე ანუ ისე ამწდება როგორც არანაირი რეაქცია არ მექნება ვაფშე მაგაზე პრობლემა მეა ან მე მანდ რო გადიხარ ჩემი აზრით ბევრ ამაზე უნდა ან ნერვები კონდეს მზად ნუ ეგაც მაგრამ ისეც რა ეხლა რაღაც მეგობრული სიტუაცია გვაქვს ეხლა ერთმანეთში და როგორც არ გაიმეტებთ იძახით როგორ ანუ ისე არ გაიმეტებთ ერთმანეთს არა ანუ ნახე აი მოგიბისთვის რაზე ხარ წამსვლელი ეგ პროფესია ანუ ეგ ცოტა ისეთი კითხვა კაცო ეხლა პოდკასტია და მაინც ბეთლია და რო ჩააჭირო ასე არა იქ რო დავდგები ვაფშე სხვა ტიპი ვიქნები არა ეგ თავისთავად მაგრამ ნახე როგორც ფეხბურთი არის თქვა არა ნახე აი როგორც მაკაცებში აი რაღაცა შეიძლება გაიღადავ და რაღაცა ეგეთი თემა არის ეხლა როგორც მაკაც რაღაც ზედმეტ რაღაც არეთქი იგივე არის ხო რა და თამპლივ სპორტია და სპორტულ თემაში ცოტა ისე არის და ეს გინდა არ გინდა რომ გამოდიხარ უნდა ანუ სანა ბეთლი ჩაინიშნებოდა იქამდე იცნობდით ერთმანეთს არა ეხლა გაიცანით ხო ხო ეგ კიდე უფრო ცოტა ის არის ხოლმე რა წლების მაკაცები რომ მაინც კიდე რაღაცად ვერეუნი ხო მაგრამ რაღაცა იმთვის პირადად პრობლემას ეგ არ წარმოადგენს დიდად რა ხო ეგ რაღაც ხანერები კაი თემაც არის ხო აი რაღაცეები არის რაც არ უნდა თქვა რა რა თქმა უნდა წითელი ხაზები არის ხო რაც არ უნდა თქვა და არ ვიკადრებ ეხლა დედას არავინ შეიგინება თო მაგას არც შეტეხება უნდა არაფერი თუ ამბოლო დროს შედარებით მაინც ცდილობენ რომ რაღაცა აი პატახასგან უფრო ვატყობ ხოლმე რომ ბილცი თყობს ძალიან მოუკლიკებ საერთოდ აღარ არის მაგას ბევრად დამწყებ ტიპები ვინც არის მაგის ხარჯზე უფრო ცდილობენ თქოს რომ აი რაღაცა ბილცი ყაობა და რაღაცა მთელი ამ რაღაც პონჩი ნაწილია რა მაგის მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება მით უკეთესია აი დოკმაიცის ბევრი ბილცი ყაობა დოკმა ნუ ტრეკებშიც მე არ მომწონს ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ რაღაცა ტრეკებში ნაკლები ბილცი ყაობა ყოფილიყო იმიტომ რომ ესეთ პონტი ახ სადმე რო ჩაირთვება ანუ შენი ოჯახის წევრი მოусმენს და რაღაცა ეგაც არის სასწაულს რო იდახტირა და ავიც 9 საათოვია გინებას მაგის თუ აი ბეთლში ხართ და რაღაც ზოგან ხო არო რა ბეთლი შვილო წარიწინი დაიგი ან ხონში ვაფშე ხო რა ჩემთან ბეთლა ობძამია არ გეუბნებია ხო არის არის აბა რა აერთება იცი უფრო არა არის ეგეთი ტიპები ვინც მაგას ამბობს მაგრამ უფრო მხარდაჭერის თემაა რა ანუ შეიცვალა მაინც ახლა ცოტა აი მაგალითად ერთი 5 წლის წინ ვაფშე სხვა სიტუაცია იყო რა რო გეთქვა რომ იქ ბეთლაო სხვანაირად იქნებოდა მაგრამ დღეს უფრო ცნობილი გახდა ბევრმა დაიწყო მოსმენა და უფრო ჩაოლებრივი ამბავი გახდა რა ხალხისთვის და ეგ საპორტი უფრო მეტია რა ოჯახიდანაც და ძმაკაცები იქ და ყველა გაწყვეტილი ფრაზაა მაგრამ ინსპირაცია რამე საიდან ზოგადად ჰიპ-ჰოპში თუ ბეთლის ორივე მოაყოლე რა მე პირადად საერთოდ და უცხოელი ანუ მე შეგენა ანუ ჰიპ-ჰოპთან არანაირი შეხება არ მქონდა დაახლოებით 2-3 წლის წინ დავიწყე ჰიპ-ჰოპის კეთება რა ანუ არც ეხაც არ უსმენ დიდად ესე აი მაგრამ ანუ აი პროსტა ვერ უნდა ჩემი ის არ უსმენენ ხო არ უსმენ და თან ბეთლზე გავდივარ თან ხო ანუ აი ერთადერთი ანუ ჰიპ-ჰოპს რასაც უსმენ, ანუ უცხოურ ჰიპ-ჰოპს ეს არის, ანუ 2000-იანები, იმიტომ რომ ვაფშე სხვა ჟღერადობა და ანუ მაიბის შემოგეგმადრასწორებს და ეხლანდელი ჰიპ-ჰოპს რა შედარებითაც უსმენ ერთი ტიპი არის underground თემაში არის, G-Funk და West Coast-ის სტილის ტრეკებს აკეთებს რა დომინსტარი. ერთადერთი უსმენ მაგას ჰიპ-ჰოპსაც შეეხება. ანუ არტისტს რა და ქართველს ბეთლემსი
ბეთლემს მითხარ. რომელს ვუსმენ? რომელი გევასება, ხო? ხად რომ ვისაც გაგისწორდებოდა ბეთლემ, ის თვლი რომ აი მაგარია რა, საუკეთესოა. რამდენიმე ჩამოთვალე. პირველი ორი რაც მახსენდება არის ნედმოსე და ნიკი. ეგორი მევასება მაგრა გასწორდა რა, კინტრეკი გინდა მაგრა. ანუ მე მაგრა გამისწორდა. პირველი ჯეჯებით ეგენი მახსენდება. ნედმოსეცი ასლი. ფინალზე რას? ეხა 2-2 ჩვენს მას არ ვთქვია ინსპირაცია შენს. მე ძალიან პატარა ვიყავი, დაჟე მახსოვს რა. პირველ ჩავთე ფულას ტრეკი თუდებდადე რა. აუ თუდებდადე, ეგ ტრეკი მევასება ფულას ყველაზე მაგრა. ხო, ძალიან ახლოსა თუდებდადე. და ეგ ტრეკი ჩავთვალე პირველად რა და რომ მოусმინე მაგრად გამისწორდა რა და იმდრეს ალბათ მაგ ტრეკს მოусმინე 50-ჯერ რა. მე სხვა რაღაცების მოусმინე, სხვა რაღაცები აღმოაჩინა, მე თვითონ გამიშთა სრული რომ რაღაცა დამეწერა რა. მართალია თავიდან რაც დავწერე ცუდი იყო წერა ცოტა ჩემთვის ეხა რაღაც თქო დაიწყო ეხა საიდანაც დაიწყო და ნინელა განვითარდები აი რა. მე რა მიყვის ხოლმე რომ წერ, თქვა დამწყებილო ხარ. ხომ აირჩიო რა ფლოუთი წაიყვანა. ეგ ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ვერ ვამუღავებ როგორ რამდენიმეს ჩაწერდა როგორ უნდა დაიწყო რა როგორ ხდება მე. ანუ ნახე მე პირადად ესე ვირჩევ ხოლმე რა, ანუ ბიტს რო გავაკეთებ. ისე მიაგის გავს. მე პირადად მოვისმენე. ეგრევე კომენტარებში უბრალოდ თუ მე არა ანუ ნახე, ანუ მე რო ინსტრუმენტალს გავაკეთებ ხოლმე რა, ჯდები და ჯერ ვუსმენ რა, ჯერ როგორი ჟანრი არის მე ყველაფერს თავი დანება, ანუ ვუსმენ და ანუ თვითონ მეუბნება ესე რომ ვთქვათ, რომ აი რა უნდა ამას, გინდა რა სტილით ვიბაზრო, რა თემაზე ვილაპარაკო, მე ეგრე ვარ რა. და მე რო ვუსმენ, მე თავისით მოდის. ანუ ესე, ანუ რამდენი ერთი-ორჯერ მისცია რომ ჯეიპოს რაღაც ტექსტი დამეწერა და მე მორგებოდი პიცარა, ანუ აი ძალიან არაკომფორტულიც არის. დიდად არც გამოდის ისე როგორც მე მინდა. ანუ ჯერ ინსტრუმენტალზე ვარ ხოლმე ძირითადად, რომ აი ვუსმენ თვითონ მეუბნება მე 10-ჯერ მაინც უსმენ ინსტრუმენტალს და მე ლოგიკურადაც ეგრეა რა. აი მაგაზე უნდა იყოს რომ მაინც ბიტს უნდა მოვაგდეს. ეგ მე როგორ ვარ, ეს ჩემთვის. კაროჩე ცოტა უცნაურია, მაგრამ აი ყველა ინსტრუმენტალს რაღაცასთან ასოციაციას უკეთებ რა. ბიჭო ეგრეა ხო, ყველა საუცხედვებია ხო. ხო და მე ვიწყებ წერას, ძალიან ბევრჯერ რომ უსმენ, მე ვიწყებ წერას და მოდის და მოდის მე რა შენზე მაინტერესებს ისე არავის არ უკითხა და მოდი მე გკითხავ. აი შენი მაინტერესა ინსპირაცია რამე თემები საიდან როგორ მე ხლა ხო იცი ესტრადაზე გადასული კაცი ვარ და მაგრამ წვიმიანი ღამეები მაწყობსობი რომ დავწერო ხოლმე და თუ რისუსმენდი ბავშვობაში თუ რეპის თემას ხო თუ რეპის თემას შეეხება მე დავიწყე სტუპით 93 წლის დოგისტალის ალბომი What's my motherfucking name და რაღაც ვერ მოვისმინე მეთქი რაღაცა და ტიპები თუბაკით რო იწყებენ და BIG და რაღაცა მე მინა სტუპით დავიწყე და მე თუბაკი და ბიგი და ხა ჩემ დროს ექთემები იყო ლივეინები და მაიმუნები მე შემოვიდნენ კაც ვიღაცა შეიძლება ეწყინოს აი და ხო და მე უფრო სერიოზული ისეთი მევასებოდა ხოლმე და ნუ ქართველებიდან ეხა ვინც როგორ უნდა ისე გაიგონ ეხა მე კაბ მევასებოდა და ეხაც პოდკასტებს რომ მყავდა ეხა ერთ რაღაცას გაგიმხელთ ძმებო რა ახალწელს დავდე კაბუსთან პოდკასტი ჩავწერე და დავდე რა მოკითხვა ძმას და აი როგორ აგიხსნათ რა მე 42 წელს ავარ ერთი პაკალენი ვარ თითქმის რამდენიმე წელი დიდია კაბუჩემზე რა აი პატარა ბავშვით მიხაროდა რომ ამდენი წლის მერე ამ კაცთან ბავშვობაში მე უსმენდი და რაღაცა მაშინ ხო უფრო იყო განსხვავება წლებში ეხლა რომ ვიზდები მე აღარ რომ პატარა ბავშვით ვიყავი და მიხაროდა რომ კაბუსთან პოდკასტს რო უსმენდა ხო და აბრე უსმენდი ხა ტიპთან პოდკასტი გავაკეთე ერთად ვზივართ სვავთ ბაზრობთ რაღაცა ხა ეგექნებოდა სახელო და მუღამი ბავშვობაში მაგრამ ევასებოდნენ რა მით უმეტეს თემები იყო ისეთი რომ ეხა ტელევიზიაში ყველაფერზე ვერ იბაზრები და ტიპა ამოიღო და დადო ხო ეგ ეგეთი იყო ტელევიზიას თავისებური ფორმატი აქვს თან რა თქმა უნდა YouTube იმიტომ არის ცენზურა არ არის რა თავისი ბაბობა რაც ის ბაბომს ბიჭო ხო რა ნუ მაინტერესებდა მართლა ეხა მარტო შენ სხვა ხო არა სვეჩი სტუპით დავიწყე და ხო და მე სოული ისე უცე სოულის ამბავში სოულში რამდენი უნდა ჩამოვთვალო რომ აი როგორ ვთქვა რა თქო მე უფრო R&B-ს კაცი ვიყავი ყოველთვის და მაგიტო ჩემ ტრეკებში უფრო შენიშნებოდა ხოლმე რომ უფრო მელოდიური თემები რა ის Babyface და Wonder უფრო იქით ვიყავი რა მაინც სოულის ამბავში ხო და დანარჩენი ნუმერი აქ სახეს თემა რომ მოიხოდა და რაღაცა მეთქი ვაუ რა მაგარი ბიჭო რომ მაგროდან დღემდე ძალიან შესწავლილია ხემრო გაჩითა რომ არც კი მოხსოვს ბერამდენ გავათავე და სექტემები და რაღაცები და განებული 90-იანები ვაგი მეთქი რებს ბაზრო აი მე ჩემ ყურება რა მოისმინა და ხო იცი რაღაც თემები რო იჭირება რა
მეთქი რა ხდება და ტიპებმა გახსნეს კანალი ასე თქვა თავიდან ბოლომდე რა. კი. ზოგადად გადავახტით მაგ თემას და მაინც მინდა რომ ფინალზე რას ფიქრობთ ხო? ზოგადად 2-2-ზე რას ფიქრობთ? არა 2-2-ზე თემა ასწორებს რა, ბევრად უფრო ან ნახე შოუს მხრივ და მუსიკალურად 2-2-ზე ბევრად ასწორებს. ეხლა ბეთლის დიდი გამოსვლები ამ მქონია და ეხლა ვერ ვიტყვი რომ აი პირველი ხო? ჩემთვის კი ხო და ანუ 2-2-ზე ბეთლი უფრო ბეთლის თემაში უფრო კაია თქვა ჯერ ვერ, მაგრამ შოუს მხრივ და მუსიკალურად ანუ მაგრად შეგიძლია შეეწყო რა, იქ ბექები გინდა თუ რაღაცა შნობა აქ ძალიან დიდი ვისწავლი ხავს მე. ეგ ცალკე და ანუ შეწყობის თემაში თუ კარგად შეეწყო ეს ორი ადამიანი, ანუ ასწორებს ბაზარი. ხო, არა ასწორებს, მაგალითად ყოფილი ხმები, აი ტიპი ბაზრობს, დაიწყო ბაზარი, იმენა ანგრევს და უცე მეორე ტიპი იწყებს ბაზარს და ანუ ვერ მივყავარ იმ ვერ მივყავარ იმ ხოჩი რაც თავიდან დაიწყო რა. მე უკვე შენ სათხოვნა და თავისთავად გეკარგება. ხო და ეგ ნიგამი გეკარგება, მე მაგას 2-2-ზე ბეთლები ასწორებს, კაია რა. და ფინალზე კიდე რავი გამსახურებულად ეგ რომ კითხო რომ ეთახმები არ ეთახმები არასწორი იქნება შეხედა, იმიტომ რომ ყოველს თავის დამოკიდებულება და აზრი აქვს. მაგრამ წეგან გზაშიც ბაზრობთ რა, მაინც ყოველას ის დამოკიდებულება ქონდა რომ აი ილია თოფური უნდა წააგო, ხო იცი? აი დამოკიდებულება ქონდა რომ ახას როგორ უნდა წაეგო, ამ მით უმეტეს ბანისთან ერთად რო იყო და როგორ უნდა წაეგო და როგორი ანუ 2-2-ზე ხოლმე. არის ახლა ჯოკოვიჩი და ფედერერი ვათამაშობენ წყვილებში შეიძლება სხვასთან იმასთან წააგოს, სხვა გამიუდე ჩემი ძმა. ანუ ეგ იდეა, ანუ არასდროს, ანუ ეგ მithoma უბრალოდ არასდროს არ მომწონდა რომ აი მანო დიჩი ანუ ახლა როგორ ხართო და მაგიტა როგორ შეიძლება წაგო ანუ ბეთლია რა, ანუ ეგ ანუ ეგრე სერიოზულად რატო გაიჩით ამ ანუ ჩვენთან ქართველებში რომ აი ბეთლი როგორ წააგო და ვაიმე ანუ არა, აქ იყო ტახაზე და ბანიზე ანუ ხო არა გასაგებია, მაგრამ ანუ ფრონტ ტახა და ბანი იყოს, ანუ ბეთლი წააგეს მე ანუ დაიქცა ქვეყანა თუ აიმე და მორჩა ანუ ანუ თვითონ ის რომ აი თუ წააგებ თითქოს რაღაცა ბანძი ტიპი ხარ თუ რა ანუ აი ეგ იდეა არასდროს არა просто ნული რო გიშორდება ეხავს რა. აი რა დიდი ამბავი ხარა მანდ ხა თოფური რო ვახსენე, მან შეიძლება ეჭვ შეიტანო, მარტო მე კი არა, თუმცა სოფლიო. ანუ თოფური რაცხოთ, ანუ მე ბეთლის თემაში არა, როადარი, როადარ, ნული მოაშორო მაგაზე. ზოგენ რო შეადარო, მართლა ის ხალხმა უფრო მოიგო ვიდრე რომელიმე არც. მაგრამ აი ხლა ამ ბეთლის თემაში ცოტა ისე იყო რომ ხა რა მოხდა მე ეხლა ძვაზეც ხეიტი რო წამოვიდა, ხო იცი, ახალგაზრდებს რომ ისაც ეგან უსმენდით რაღაც ტრეკებს და პელე და იანგ მაიკი ისედაც მიდიან და ახალგაზრდებს ხანდახან მისცე ის თემა რომ აი მოდი აბა თქვენ წადით წინ, მაგას თვითი არაფერი არის პრინციპში. თორსა სეზონს უაკდება ესეთი ხალხი. ხო, ეგ არის. საბოლოო ჯამში ეგ ხავს. მაგარია რა. რომ სეზონს აკეთებ ეგეთი ხალხი თორე. დანარჩენი რეალ ტოქში ყოველ დღე მეპატიჟებიან, დაბა სად არის, აბა გეპატიჟებიან. პელე ძალიან მაგარია. რეალში. პელე არის აკაპელას გოუთი. ბიჭო ხო რა ძალიან მაგარია. მე მაინტერესებს ტახა და პელე თვანეთში, მაგრად მაინტერესებს. სად რაჩი? თუ მოხდება. არა, ანუ 2-2-ზე. აკაპელა თუ იცი. ალბათ ბიტზე. ორივე უნდა იყოს. მე ვაფშე მგონია რომ ახა უფრო არის ბიტის კაცი მაინც რა. აკაპელაზე იცი რა არის? აკაპელაზე უფრო პელე არის. ანუ ჩვენ ტახას აკაპელა რომ ნახეთ, მაშინ ტახა ასე თუ ისე ხანთან შედარებით დიდად გამოცდილიც არ იყო ეხლა როგორც კი ბატონო, კი. თან ასაკითაც უფრო პატარა იყო და ეგაც თან ფინალის მონტანა ხო და ანუ მე ვფიქრობ რომ ანუ თად ეგრეც ვერ ვიტყვი რომ აი ტახას აკაპელა შედარებით უფრო ანძია ვიდრე ბიცე რა ხო მაგეთყებოდა ტახას რომ ბიცე იქნებოდა ძალიან მაგარი აკაპელაზე თავიდანვე ტახას აქ ძალიან დიდი იმპაქტი რა ზოგადად აი მაგალითად ეხლა პირველ სეზონში რო დაიწყო ტახა იმ სეზონში რო არ ყოფილიყო ხო ჩემი აზრით ამხელა იმპაქტი არ ექნებოდა ხალხზე რა მაგ პროექტს რა და ისე გავიწყდება ხალხს რომ ტახასვისაც პირველი ბეთილი იყო ბიცე ანუ ტიპი გამოვიდა თითქოს უეჭველი რაღაცა პირველი იყო მაგის თუ იყო ხომა რაღაცა გადალახული როცა გაქვს უკვე სხვანაირად გიყურებს და იგრძნობოდა ის დონე რა ჩემი აზრით თუ ეგ იყო თორე უეჭველი რატომ ტახა რო გამოვიდა ბიძებს ყველა მეცოდა რომ რაღაცა მაგრამ ისე პირველი იყო მაგისთვისაც კაი მოდი ისე ამ ბიჭების სისტემას დავუბრუნდეთ აი მომზადების პროცესი როგორია რა თქმა უნდა ხა ერთმანეთთან გაგვხდა ხა ყველაფერს არ გავამხელთ მაგრამ ზოგადად როგორ არის ეს პროცესი როგორ წერთ როგორ აკეთებთ ანუ ხო არის რომ მაგალითად ზოგს ერთი კვირით ადრე იწყებენ რომ უფრო ეგრე უადვილდება ზოგია ერთი კვირით ადრე დაწერს და მოიშორებს და ეგ არის და აი როგორ არის სამწუხაროდ ხომ მოძებნო რაღაც ახლა მაგრამ სხვა ამ ვიზები რამდენად ინფორმირებული ხარ ზოგადად ხო ეგ კაი კითხვაა ეტყვი ახლა ანუ ადამიანს როცა ებეცავენ რომ ეს არ იცნო რა ცოტა სულისაწერი არის ძალიან იმიტომ რომ
რაღაცები მოძიება გიწევს, რაღაცები პოვნა გიწევს, რომ რაღაცას დაწერო რა, ანუ ფაილზე გვარი ხო. ხო და ნუ თავიდან მე პირადად თავიდან რავი ჩამოვწერე რაზე შეიძლებოდა რომ დამეწერა. მე ბითები რომ მოგვივიდა, კაროჩე ნელ-ნელა ავაწყე რა. ნელ-ნელა ჩამოვყევი და დავალაგე რა. მეც ეგრე რა, ჯერ სანამ ბითები გვექნებოდა რაღაცა ძირითადი მიმართულებები, რომ რა მიმართულებით შეიძლება რაღაცები დამეწერა, ეგენი მქონდა ჩამოწერილი. მე რო ინსტრუმენტალები გაიჩითა, ეგრევე მიყვა და მიყვა. რაღაცა მალევე მიმირჩევნია ხოლმე, რომ რაღაცას რო დავიწყებ, ანუ ბოლომდე მივიყვანო, მალევე რომ მე ანუ პერფორმანსის დროს და რაღაც ტექსტი კარგად იცოდე და იქ რაღაც და გაუთვალისწინებელი მომენტების გამო იყო წერის პროცესი რა. კი, ეგაც. ნუ ბითემაც შეგვიწყო ხელი მაგრამ ანუ კაი ბითები. ბითები აზრაელისა თუ აზრაელისაც არის და მაიგისცა. ყველა ბითები ძალიან კაი არის. შე როგორი ბითები მოგწონთ? ეხლა ბოლოს ცოტა უფრო ინსტრუმენტალებს ჩააჭირეს და ტრამპაც უმპა. ნუ ეგ ბითები როგორი ეგ ნუ ეხლა მე არ მომწონს. ანცი ბითები რო ანუ ეგ იმისთვის არის, რომ ცოტა მიბაუნსოს ხალხს. ხო, ანუ შოუს ელემენტ, შოუს დადგმართულია მაგისტრის კაი, მაგრამ ბეთისთვის ცოტა ისეთი. ცოტა მაინც ხო რა, ჩემი აზრით რავი. აი მე ძალიან მაინტერესებს ბუმბეპის სტილის ბიტი, ბეთს ძალიან მაინტერესებს უბრალოდ მაგაზე როგორ იბაზრებენ რა. ეგეძე პელა იბაზრებდა ძალიან მაგას. აქვს ეს თემა. ორდო გითხრით ძმებო. გაგვიმართოს. ამას სანამ მოვიღებდა და ვიღლები. აუ, შემდეგში მართლა ცოტა შემცირებული დოზით უნდა იყოს, თორე იმენა ეს აკრუტ მე რო დამჭა და მანამ მოიღო. ხო, რა ხა. მომეთ მო შენსაც გადავწყვეტ. განა მეზარებად, მე ჩემს თუნდაც პატივსაც. რეპის გარდა, ანუ რეპს როგორც ხობი ესე უყურებს თუ უკვე როგორც პროფესია თუ ქცეული ხალხს თუ ნუ მე თავიდანვე ისე ვიყავ, ძალიან მე საერთოდ ვაკეთებდი, ტექნოც დავიწყე რა და მუსიკას ვაკეთებ დაახლოებით 9-10 წელია რა. და სულ ჩემით იმენა აი ვიჯეობის თემაში? არა, პროდიუსინგზე ვიზარდ რა, ანუ აი ვაფშე ფელივო პირველად გავხსენე რაღაც შემოწმან გაადროვა და ძალიან პატარა ვიყავი მეთქი რა ხდება რაღაცა პილოტები რო ზიან და რაღაც საგიჟეთი რო არის და რაღაც ეგრე ვიყავი თავიდან ეხლა ეგ ხო ანუ რაღაცა თავიდან რა თქმა უნდა ნუ ხადაობით იყო და რაღაცებს აი მაიმუნები ისეთ სისხლელებს ვაკეთებდი რომ აი ნეტა რაღაც ვერავინ ვერ გაიგოს ეგეთ სისხლი რაღაც ანსასწაულ რაღაცებს ვაკეთებდი და მე ესეთ სიტუაცია იყო რომ რატომღაც რაღაცა უხამი დაუჭირე რომ მოდი მეთქი თამაშინ ახლა YouTube-ზე ასე თუ ისე რაღაცები იდებოდა რა ტუტორიალები რა და ინგლისურიც რაღაცა ისეთ დონეზე ვიცოდი მაშინ რომ რაღაც გამიგო რა და მეთქი აბა რაღაცა იქნებ თუ დევს მეთქი და რაღაცებს ვეძებდი რა მეთქი ეს როგორ გავაკეთე რაღაც მაინტერესებდა რაღაც და მე დრო და დრო მეთქი ვაახ მე მოდი ამას გამოცდი და ნელა წავიწე წინ რა და ბოლოს უკვე ახლა ტექნოში ისე ვიყავი მე რომ ანუ მე არ მევასება ზოგადად ძალიან მონოტონური რაღაც რა ანუ ეგეთი ტექნო ტრეკები და ვცდილობდი რომ ტექნო ისე გამეკეთებინა რომ თავისი არანჟირებით და ნუ ეს ხარისხი ყველაფერი იასნად, მაგრამ ანუ იდეა ისეთ ყოფილიყო რომ ინსტრუმენტალებით გადმომეცა ჩემი სათქმელი რა. ისე რას ჩააგდიხ ჩაჭი რაღაც და გაასწორო ყველა რა. კარგად აკეთებს. და ანუ ისეთ თემა მქონდა რომ ანუ ზოგადად ბევრად რთულია ტექნო ტრეკის გაკეთება ვიდრე ჰიპ-ჰოპის, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი უფრო ისეთი არის რა. ჯერ დიდი ხანი არ გჭირდება 3 წუთი, 2 წუთი ასმის საკმარისი არის რა და სტრუქტურაც მარტივია და ტექნოში მე ისე ვაკეთებდი რომ ანუ იწყებოდა და ჯერ ერთი ხმით მინდოდა რომ რაღაც კონკრეტული ემოცია წამოეღო და მე ამ მეორე ხმასთან შეთამაშებული იყო და ანუ ისტორიას ყვებოდი რა ესე პროსტა რა ამ მთელი პროცესი და მაგას სერიოზული ჩაჯდომა უნდა რა თავისი მუღამის და ხოდის დაჭერაც უნდა და ისეთი სიტუაცია რომ ძალიან რთული არის რა და ძალიან იწელებოდა და თან ისეთ თემა გაიჩნდა მე რომ ამდენი წელი, სადღაც 7 წელი რო გავიდა და ენთუზიაზმზე რო ხარ და ეგრე არა ვარბეთ არა არა ხო მაგრამ ცოტა ანუ უკვე შემაწუხებელიც იყო კი მაგრამ მევასებო ბაზარი არა მაგრამ არხი გამოიწერეთ ბიჭო ეგული მომიცა ძალა იქეთ და ყველაფერი წელი ამბავი რაც მაიგდროპისი საიდან მოხდით და ეგ არა ხო აი მაქამ მადვიდის კაკრას მაგინო კაროჩე მე კაკრასის პპ-ს თემა გაიჩითა რაღაცა ნუ აქამდეც მქონდა რაღაც აკაპელები ნახი ოღონდ სერიოზულად არ გვიქონდა უფრო რაღაც გადაობად არ გვიქონდა რომ რაღაც კაი გასართობით თემა გაიჩითა მე ეს ინსტრუმენტალზე რო გაიჩითა გაასწორა რა და მე გადაობით დავიწყეთ მე და ჩემაც მაკაცმა რაღაცების პროსტა აი განაბეთქი აი პროსტა ტრეკებს რაღაცებს აი ძალიან გადავდით რა და ამ გადავში აი ზუსტად ეგრე მოხდა რა გადავში რაღაცა პირველი ტრეკი გავაკეთე რაღაც მეორე მესამე რაღაცას დროც გავიდა და
ეს ტრეკები რაღაცები დამიგროვ და მე კაკრას გაიჩითა ეს მაიკ დროპის ის რა შესარჩევი შემხვდა TikTok-ზე და მაგაცები ვზივართ რაღაც და ეს ხო სკოლა გაიჩითა და მეთქი გავიდე მეთქი და რავი რატო არა შენი რამე აი მეთქი რა და აი ზუსტად აიღე გადაწყდა აი რამდენი ისტორია თან რაღაცები ეგრევე რაღაც ტრეკებიდან რაღაცები იმასქენი რაღაცები უცებ ავაწყე ტექსტ სისტემაში უცებ და შევაგდე და გავიჩიტე რა შენ მე კაროჩე მე 3 სეზონი იწყო და მგონი ვაფშე თავიდან PvP-ს რა და დავდე შესარჩევი და სხვადასხვა 2000-ზე მეტი ლაიქი აქვს TikTok-ზე რა კაი გამოხმაურება მოყვა და არა მიყვანეს რა რა დაგიწუნეს ვითომ არ ვიცი ხო ფლოზე ხო და მე ჩავიქნე რა ხო არ გადის მე იმან რო გააკეთა არა ვინ გავდიშო ვიც დივაინზე და დივაინ არა მე გაიგე გადიშო დისი რა ნუ აჰა მე რაღაც მომში ხენი მქონდა ცოტა ხანი ჩაქნეული რა და ჩემპიონში მისწორდება ახლა ხანდახან დავждები ხოლმე ბიც ჩავთავ რაღაცებს წერეთ მაინც გავაგზელე რა ჩემ თამაში მე გარშე ვიღაც შესარჩევი ვნახე ხა მაიგდროპის შესარჩევები რო დაიდროპა რა არ მახსოვს ვისი ვნახე ზუსტად ვიღაც ვნახე და ვიფიქრე რომ მეთქი ვწდი რა ის დედასვატი ჩემი რამიდის ხო და რაღაცა უცებ YouTube-ში ვით მოძებნე ეგ ტექსტი რაც შესარჩევში მიდევ დავწერე ალბათ 15 წუთში რა უცებ რაღაცა დავწერე დავჯექი დავდები ტელეფონი და გავრეპე რა და იმომწერა დიჩი მე WhatsApp bro და მეთქი რა მად მიხვირო მე თოკაფე მოგწეროთ ორივეს ну кай გზნობა რა როცა გიფასდება რაღაცა ხო ეგი ასნა თან ანუ ხანუ ლაივში რეაქტებდა თუ სწორად მახსოვს დიჩი და ანუ ჩემი შესარჩევი რომ ნახეს ახალხმაც მოისმინა ანუ მე მეგონა რომ რაღაცა ჩოლობრივი გამოხმაურება მოყოდა რომ კი ასწორებს სეზონზე ხანუ კაი თემაა რა კარგად იბაზრდა რაღაცა ძალიან ისეთი გამოხმაურება მოყვა დიჩმაც აუ რაღაცა საღოლ პიზდეცია რაღაცა ანუ ეგ მაგრა გამისწორდა იმიტომ რომ ამდენი წელი სულ რაღაცა ესე რომ აკეთებ და მე რომ დიდად ესე რაღაცა ეგრე მაგრად ვერ აღვიქვამდი და უცებ ეს თემა გაიჩნდა მაგრა გამისწორდა აი ხლა ამ კაცს რო უსმენ რა კითხულობადება იცი რომ იქ ესეთი უნდა იყოს თუ აი ხა ამ კაცმა აგრესია როგორ უნდა გამოხატოს რაღაცა მაგას იქ ნახ პროსტა ვერ წარმომიდგენია რა არ შეიძლება ეგეც საბეჭდება რომ აი მაგას გამოხატა ეს მშვიდი წნარი კაცი და უცებ რაღაცა აგრესია აი მაგ გითხო რომელიც ბეთს უხდება აი ეგ არის ზუსტად აი გამოხატავ აბა 4 მაგდენი მოგწება კარგია ხონურა რამე ისეთ ხო არ წავგიკითხავდით ახლა ნუ ბოლოს კი წავგიკითხავთ ვიც რაღაც აი რაც მაგალითად დაწერეთ მაგრამ აღარ ჩასვიდა ამოჭი საინტერესო იქნება მაგრამ მაგალითად ამოჭი არა შესარჩევზე არა ხა ერთმანეთთან მაგრამ თქვით რომ მოდი ამას არ ვიტყვი და სხვა რაღაცას ვიტყვი რა ეგ საინტერესო იქნებოდა ეგეთი არ მახსოვს ეგეთი თანისმული რა მოხდა ეგ წავშალე ეგენ ალბათ მეც წავშალდი მაგრამ ესე დიდად ესე ბევრი რაღაცა მოვიდა მაგრამ აი კაი მაშინ როგორ მიუდექი მაგალითად ახლა გასაგებია გინება და ის რო არ იქნებოდა გასაგებია მაგრამ აი როგორ მიუდექი დაწერე და აი ამას ვერ ვეთქვი თუ მაგალითად ჩემთან არ ვაკეთებ ეს თქვა თუ აი როგორი არა ნახე ეგ როგორ ხდება ეგ გეტყვი ნახე რაღაცები მეწერა რაც აი პროსტა მე რო გადავიკითხე რა აი პროსტა არ მომეწონა რა განა რამე ისეთ რომ მე ვერ ვიტყვი იმას ვერ ვეთქვი არა ეგეთ აი პროსტა რაღაცა ლაინი მეწერა და მე მივხვდი რომ პროსტა უკეთესი შეიძლებოდა რა და წავშალე და სხვა რამე დავწერე ხო ანუ სერიოზული არაფერი დაახლოებით იგივე ლაინი პროსტა სხვანაირად დავწერე რა ტრეკები გავთ ხო ჩაწერილები თუ არა მე კი შენ ტრეკებს ვეძებდები რომ ნახე სპოტაში ვერ ნახავ შენ ტრეკებს არ გიდევს არაფერი მიდევს არაფერი ამ შენ არ გაქვს თუ გაქვთ არ გიდევს ერთხელ მაქვს ჩაწერილი რომ ცოტა ხანი მედოდა წავშალე რატო ახლა მოიხოდება ჰაიპში შევა და ჩაწერს მე რამდენი ტრეკი გაქვს შენ ჩაწერილი ბევრი რა უბრალოდ რამდენი გიდევს თორე ჩაწერილი ანუ ბევრი მიდევს და რაღაცები დაჟე ავიღე იმიტომ რომ ახალი ბეთლი ახლდებოდა ბეთლის გამო მაშინ დღიანი არხი უნდა წამეშალა და რაღაცა ეგ ისეთ კონტენტი არა ისე კაი მასალა კი იყო რომ გადავედი TikTok-ზე აჰა ჩამოვყევი ხო და ანუ რაღაცები ავიღე იმიტომ რომ ბეთლამდე დაჟე სანამ გავიჩნდებოდი რაღაც ეგეთი იმიტომ რომ ისე იყო რომ აი რომ უსმენდი ანუ მე თვითონ აღარ მისწორდებოდა თან მაშინ ისეთ პერიოდში იყო გაკეთებული რომ ახალი დაწყებული მქონდა და ეგ სხვათა შორის ეგრე ხდება აი რამდენი რაღაცა მაქვს აი პროსტა თემის ტელეფონში ჩამიწერია და თავის დროზე მაგრამ მისწორდებოდა რა და ახლა რო უსმენდი ანუ ეგრეც უნდა იყოს რომ ანუ გამთარების თემა რა ხო ეგ არის ისე მოხდა ცოტა ჩემი აზრით რაღაც ისეთ კონტენტი რაღაცა მე ვიხარდებია თუმცა თლათ მაგასაც არ ვეთანხმები რომ რაღაცები უნდა წაშალო მე იმიტომ რომ მაინც მსმენელი იმსახურებს მე ვიზევით ახს მაგას ვამბობ მაინც მსმენელი იმსახურებს იმას რომ გაიგოს საიდან წამოხვედი არა ხო ეგრე ეს სადაც რო გადავიდი სულ წავშალე ჩემი ვეშები 2-3 დავტოვე თუ რაღაც და მე
მე თვითონ ფიქრობდი რომ ყოფილიყო რას მიშლიდა. არაფერს ვაფშე, ხო. და შენ რატო არ წერ და რატო არ დებ? თუ წერ და არ დებ ტრეკებს. წერ დაარდებ. არა, იმენა წერ როგორ. და ჩაწერი სტუდიაში არა. სურვილი არ გაქვს თუ სტუდიაში მეც არ ჩამწერ მე ჩემი თუ აკეთებ ხო ახსოვში. ხო სტუდიაში ვიღა თუ აბალანსებ დააკეთებ რაღაც გინამს. ხო ანუ მე ჩემი თქო და ხო მაგას გულისხმობ რა ნახა დღესდღეობით ვაფშე პრობლემა რა. ანუ უყურე რა არის გასაკვირი ჩვენ დროს ახლა 90-იანებში ჩვენ სახლებში სტუდია ქონა და ვაკეთებდი და წერდით Adobe-ში და Cool-Edit-ში და რაღაცებში რომ ვაკეთებდით ხოლმე მაშინ ახლა ხარისხი ასე თუ ისე მაშინდელისთვის ნორმალური იყო ხოლმე. მე ისე გამვითარდა რომ ტიპებმა დაიწყეს იმინა სტუდიაში სერვერი და ვეშების გაკეთება და ეხლა ისევ გადმოვიდა თემა რომ სახლებში გაიკეთეს ისე თავისთვის და სკუჩნა მე რანაირი არის სტუდია. ხარისხი თუ გინდა იასნად მე რანაირი არის მაგაზე ისე რომ უმეტეს მიზეზი ისა რომ ანუ რაც მიწერია რა ანუ ისეთი სიტუაცია არ მაქვს რომ ხარისხიდან ჩავწერო და რაც ხარისხიანი არ იქნება არ მინდა რომ დავდო. ეგაც არის ხო. ეგაც არის. ეხლა მათ კიდე მეორე მომენტია რა. არის რომ ხანდახან მაგალითად არ აქვს საშუალება მაგალითად ტიპს რომ მივიდე სტუდიაში ჩაწეროს, მაგრამ არის რომ საშუალებაც აქვს ყველაფერი, მაგრამ ეზარება რომ მივიდე სტუდიაში ჩაწეროს. აი კონდიცია რამდენი ვიცი რომ მე დავწერი, მაგრამ ეხლა მივიდე და იქ წყალი ხო არ გინდოს. ვიფიქრე ლუდი მოკლავს კაც მეთქიდა. მიქაელი რაღაცა გადაეცა. აუ აი უნდა დავდო. მიქაელი რუსის გერცე. კაი, აცადე ვერტლი. არა კაც მაგამდე მივიღო. თუ ვეთლამდე მივიდე მე რაც. შენ თუ გონია ვინმე წაიყვან. გაჩერდი. აგერ ნახო. მადლობა ძმო. რომელი ერთი არ წამიყვანია. რომელიც აგვანი. კაია, ძმებო, კაია, გაუჩნდეთ ბაზარი მომწონს. პირველი ბეთლი ხო შენ? ბეთლის გარეთ ვიდა. ბეთლი რა თქმა უნდა პირველი შენ. ქუჩაში თუ ჩხუბობ, საცხა მაგი არ ვიცი. ისე მალე სპორტული კლუბ ჩხუბობ სამიწე. თუ ქუჩაში მოდი არა ჩავჭერ. საცა გინდათ მაგრამ როცა გინდა. კაი ძმა, კაი. თუ გამოჩნდი ხოლმე ხო არა უშავს, დაუშვებ. შემთხვევით. არა მგონია, მაგრამ არ ვიცი, მაგრამ არა უთდება? ანუ არა უთდება რა სოქ შეიძლება როქს არ უნდა. არ არის, მაგრამ თუ გინდა დაგდი არა უშავს, თუ მოგიდება დალია უც არა პრობლემა, წყალი არა ის ხო არა. მოკელით რა. იყოსა. ხო, რავი. ხო და მაგას ვამბობ რა არის ერთება, არა ზოგიერთ წერს და მაინც მეზარება სტუდიაში წასვლა გაკეთება ის რა. ანუ მაშინ რისთვის წერა? არის ანუ რამე ანუ ნახე, ანუ შენ დიდრო უნდა ისე? რას? აი ჩაწერას ტრეკის. გააჩნია მომზადებულს როგორ ახარ და ანუ ტრეკს გააჩნია სტუდიაში მიხვედი, ერთ დღეს ჩაწერ, ხო? მე ბალანსის ამბავია რა. ანუ ჩაწერა, ანუ ნახე გააჩნია შენ ტრეკში როგორ გაკეთებული რა, ანუ როგორ გიწერია და ხასიათი გინდა. ხასიათი ერთ და პლუს ანუ შენი დაწერილიდან გამომდინარე რამდენი თეიქ შეიძლება დაჭირდეს მაგას. ანუ შეიძლება ისეთი იყოს რომ ერთ თეიქზე ნუ მე დიდათ ეს არის. დუბლები ანუ დუბლი უეჭველი საჭირო, ანუ ერთ შეგიძლია ერთ თეიქსაც გააკეთო, გააჩენ თუ ეგრე დაწერ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დუბლი მაინც უკეთესია, იმიტომ რომ რადგან ტრეკია და ბევრჯერ უნდა მოისმინოს, ბევრად უკეთესად უნდა ჟღერდეს ის ყოველივე რაცა, ყველაფერი რა და. ანუ თვითონ ჩაწერის თემას გააჩნია ტრეკს, მაგრამ წეხა რა თქვი იმაში არ გეთანხმები მაგაც. იმიტომ რომ ანუ შეიძლება ტიპი იყოს ვიღაცა, ვისაც თავისთვის წერა უწოდებოდეს, პროსტა. აი მაგამდე მივიდიოდი მეც, მაგრამ ანუ თუ სერიოზულად პროსტა ჰობი არ არის და გასართობად არის იმაშვები და ცოტა გინდა რომ სერიოზულად რატო უნდა დაგეზარდო. არა, სერიოზულად თუ გინდა რაღაცა ხო ანუ არ უნდა დაგეზარდო. ეგ იასნა მე უნდა გადაგიგა ნაბიჯი რა. ანუ მაგიზიაში არ გამოვა ასე რომ ადამიანები ვისაც იმენა პროსტა თავისთვის წერა ევასებათ რა და არ უნდა ხალხში გამოტანა მაგისი რა, ბევრი ვიცი ეგეთი. ამის გარდა რა თემაში ხართ მაგალითად აი სხვა გასართობის თემაში ხობის ამბავში ხო ზოგს ფეხბურთი ზოგს კალათბურთი ზოგს რაღაც მაგ თემაში ხო არა სპორტსა მე თამაშობდი კალათბურთს თამაშობდი მთელი ჩემი ცხოვრება და პლუს ანუ ძალიან კარგად ვიცი რა ოღონ მის კომაგო მე ჩემი აზრით ანუ ზოგადად რანაირად ვარცი ეს კონკრეტული გუნდი არ ამყობს რა გამოყოფილი მაგრამ ვიდეოს გამოვიდი თქვენი დასაცრელია არა სადაც ლებრონია იქავა რა სადაც გოუთია იქავა გოუთი მაიკლია მაგრამ მაგაზე დებატები ნების რა გამოვტოვე ჯორდანზე მეუნება რომ ლებრონ ჯობია აი რანაირად ჯობია ეგ ხო იცი ზოგს დაწედეთ კომენტარში ზოგს გდელი მოწონს ეგ ამბავი ბიჭო არ არის ეგ ნაგლად მაიკლია რა ვიცი 6-დან 6 არ ვიცი ავია მარტო ბეჭედი ხო არა რამდენი ფაქტორია იქ ანუ ტიპი რასაც უდოდა იმას აკეთებდა მოედანზე ანუ დეტყოდა რა ლებრონი პრემში მაგარი იყო გან არ ვიძახე არ არის მაგრამ ჩემთვის მაინც მაიკლია დებატობს კაცი კალათბურთზე ფეხბურთის ფორმაში ბიჭო არა და ვაფშე არა რომ ბოლოში კი მაგრამ მოსწავლე ეხლა ფოტოშორის მამურო ლეიგერში გადავიდა მაგრამ ძალიან მაგარია
თან ისე რომ დაფიქრე ნიჭიერები ვართ ქართველები ძალიან ბევრი რამში განსხვავებით ამერიკის თემაში და კალათბურთი და საზაფაჩურის თემაში მადლობა ბიჭებს ვაფშე ყველას. აუ ეგ რა სწავლი რამე ქნეს. ეს ეხლა რო წავიდა ფეხბურთზე რა ქვია რონალდო თუ რონალდინიო რომელი რონალდო მე მაგარა ვარ ფეხბურთში ფეხბურთთან არ წასულა პროსტა ნაკრებიდან წავედი მე და შეგე წავიდა ფეხბურთიდან წავიდაო თუ რა ნაკრებიდან წავიდა TikTok-ზე აგდეს გულის წვეტა და წრემლები და რა ნო კატეხარა პროსტა გეც მაგრა გასწორდა არგენტინა პორტუგალიის ფინალი რო ყოფილიყო აი ფეხბურთს ისე საქართველოში როგორ იჯდა იმისავით ტრაგზორი იყო მომჯდარი გახსოვს კვარამ რო თემები იყო და რაღაცების მე ზოგადად რონალდოს პერსონალიტი არ მევასება რა აი თვითონ ტიპი რა ხო ტიპი ხო მაგრამ როგორც ფეხბურთი როგორც ფეხბურთი უდიდესია რა ცა ტიპი არ მევასება რაღაცნაირი ტიპია კიჭა რონალდოა ყველაზე მაგარი მაგრამ მაინც ნუ მესი ხო მაგრამ რაიმერუჩი ვისთვის მაგალითად ისეთ მაგარ ტოპ ტიპებად რა დაახლოებით ეს რო ვთქვა აი ვის 11-ის გარდა მაგალითად ვის დაეჯახებათ რა რა შეიძლება ვინც ვიძე თუ გინა მაიკ დროვზე თქვა აკაპელა ვაფშე მოგწონთ თქვენები კი კაცი კაი გინა აკაპელაზე თქვა გინა მე ეხა მაიკ დრობის სეზონზე ვინცა ყველა წარმაგარი ბიჭია რა ხო კაი არიან კი ყველა წარმაგარი ბიჭია და ყველას კარგად შეუულია რა და წარმაგარი სეზონი იქნება ვაფშე ჩემი აზრით უეჭველი მოდით ყველა დამიჯოს 12-12 უეჭველი ყველას ხო ეგ უნდა ვახსენოთ აუცილებლად კი 12 ივლისი სახელოსნო ბარი კი ო საძმოშიც გვერდს დაუჭერთ ამ პროექტს იმიტომ რომ ანუ ვის რეპს აკეთებს და ჰიპ-ჰოპს იმის გვერდშია ჩემი ჯგუფი ანუ მარტო რამდენი წელია სეხნო საიდან დავიწყეთ სეხნო რო ეგ პიუპი საძმო მოხდა მაშინაც მე რეპერების პოდკასტის თემა ახალი წამოწყებული მქონდა ზოგადად პოდკასტი მქონდა მაგრამ ეს რეპერების მოწვევა და მე მოვდივართ ეს მოვიწვიე მე დიჟენია იქით-აქეთ მე სოლონი ესა სოლონი ერთად ყავდა ხო და მე სოლონმა სულანება თავი მაგრამ კარგი დრო იყო მე ხო იყო არის კიდევაც ხო არის კიდევაც აბან მომწერა მე რომ თუ არა შენ კი არ მომწერე ვიღაცა მომწერო პიუპი საზმოშიო გააზიარო პელემ ყავდა მოწვევა პიუპი საზმოშიო გააზიარო ეგეთი ჯგუფი არისო და იქიდანო მეტი ნახვების ეკრება და თან დაინტერესდება ხალხიო და უკაი მეთქი რა და გავაზიარე რა და გამოვედი და ერთი 20 წუთში შევედი თუ რაღაცა 7000 ნახვა თუ რაღაც მეთქი რა ხდება და უწევს ფოტოჟურნალისტ მაგუშ ვარ გაიხანია და რაღაცებზე მაგრამ გადაუხურე რა ის როჯარო არის დარვინის ხო არა რაღაცები ერთი ხანობა იყო ხოლმე არა მე დარვიულობა და პოპულარობა გვეზარება ცოტა არეულობა იყო ხოლმე ხან ამას მიწვევდი ხან ეს მოწერდა მეთქი ეს ბავშვებს ზოგი ძალიან ისეთ რაღაცებს წერდა ხოლმე ზღვარ გადასული ხო მაგრამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ ხო და ეგ გადასწერდა რა გავაკეთო სულ ვერ დავждები არ შემეძინა ხო დახურე ისა დახურულია ხო თუ გახსენ დახურულია ვეღარ აქვს ნახე კრიტიკა იქნება ვიღაცას გააკრიტიკებს მაგრამ ზომების ფარგლებში უნდა იყოს ზომის ფარგლებში უნდა იყოს ზოგადად ქართველებს გიჭის კრიტიკა და უზრდელობა შორის ეხა ჩემთანაც ჩანსაღი კრიტიკა არ შეგვიძლია რო იწერება რაღაცები ბიჭი კრეპელები რო არის მარტვეგენი არა დედამისებიც არიან და მე ყველას ვიცნობ ასე თუ ისე და მე ხო ვიცი ვინ არის და იმათ მაინც ავწეთ პატივი თუ გავლანძღავი ის ცოტა ნორმის ფარგლებში რა თუნდა ნორმის ფარგლებში გავლანძღავ ბავშვები მაგარი იზაოგე დასკან ხო იცი სული წასაკითხია მაინც ოღონდ ბაზარი არ არის ხა და ისედაც რა პონტია რომ ეხა ადამიანი ესე რაღაცა რაღაცა ნახე ჯერ ფეიქ აკაუნტებით არის ბოდი შეკეთე მე მეორე რომ იმის შნო არ იყო რომ ის გაეკეთებინა რაც იმან უკვე დააკეთა და კიდე იმას ჯერ ბიჭო იქო დადგე მე არ შემეძლია ძმა მაგას ამხელა რაღაცა უნდა და ეს მარტო ეს უნდა დაუპასო ადამიანი ძალიან საჭიროა მენტალურად რო იყო მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხია მაგას ზოგი ვერ უძლებს რა მაგას იცი შე ბევრს არ შეუძლია ხო და ფსიქოლოგიური წნეხია მაგას ვამბობ რა კი ეგრეა ძალიან ვიღაცისთვის არის მისაღები ვიღაცთვის არა ვიღაცთვის გააჩნია აი მაგაზე დღემდე მიდის ესა სპარაშუა შეკაცო ის უნდა მეთქვა სპა ვაიმე რა სპარინგი ეს უნდა ამოჭი სპარინგი არა სჭაბას ვეღარავ აი ეს ქართული სიტყვები რა სჭაბას რაზე რო მოგიტანა ძმა მოიტანა კი გამიტანა და გაგიცნავრიღო ისა რა ხია რომ აი ეს კაბუს პოდკასტის გავარდა იმიტომ რომ იქამდე ნათქვამი მქონდა ხო იცი ბეთლია და რაღაცა მე დიჩიმაც ცოტა ისეთ პონჩი თქვა კაბუს თაობასთან ეხა არა თუ პონჩი კი არ ვამბი და მე რო ვებაზრე რო ვიბაზრე თამაში და პოდკასტშიც ეხა ზოგმა ნახა ზოგმა არა ბოლომდე მაგრამ მანდაც თქვა რომ მე კონკრეტულ ტიპებსო ძმაო არ ვეხებიო რა და არც სისტემას ეხება შემიგინიაო და არავისო მეო რაც ჩემი ყუით მოვისმინეო
მე ხარ მიყავს რომ ბილცით ხოვბა აქ რა სლედა მოდელო და რაღაცებს ეძახიან ერთმანეთსო და ისაო და ხა პირდაპირ ეგ თქო ჩემი თაობის ტიპისთვისო ეგ არის ცოტა მიუღებელია რომ არის ხანდახან ძმაკაცის გავერ გაატარებ რაღაცასო გაიგე ხო და მან თუ კიდე ისეთ რაღაცები მოვისპინეო რომ პროსტა მიუღებელი იყო ჩემთვის რომ ბაზარი არის ყველას თავის აზრია თორე იმიტომ კი არა ხა ძილობის პარკლებში და ისე თუ არის და რაღაცაო ეგ იყო და ხალხმა ეგრევე გამოძერწეს როგორ იცი რომ კაბუ გვაგინა კაბუ დაგვაჭვა და ადვოკატად კი არ უდგები ტიპს მაგრამ პროსტა რეალობა ეგ იყო რა ესე აღიქოს თუ არის კი არის ყლეს ეძახიან ერთმანეთს და ბიჭო მეთქი არა ხო და მაგაობისთვის მაგას პრობლემა წარმოუდგენელია ცოტა ისეთი პონტია რომ ზოგი ამბობს რომ მაკაც ვერ გაუტარებ ეგ და როგორ უნდა დამაჭოს ესე ეს არ არის მე ხო და მაგას ვამბობ რა და ხო ანუ ეგ ვაშიგილია არ უნდა გამოსიგეძია არ უნდა გამოფიტნერები არ ყოფილს არ უნდა ჯერ არც მოსმენას არ გაძალებთ არავინ რა ანუ რო შევხვდება ასკროლე რა სხვა რამე ჩართო ხო არ არის პრობლემა წლებია მაგაზე მიდის ბაზარი რა ეხლა სეხნომაც იცის და სეხნოშოს ხამსა მაგრამ მომიდა სეხნოცა და ხამსაც ორივე ერთად ხო და იციან ყველამ ჩემი დამოკიდებულება და მე მაგალითად ვერ დავდგები იქა ვერ დავდგები მაგრამ როგორც ფორმატი დავჭერთ შოუ და მომწონს რაღაცა მომწონს და აგერ ფაქტია რომ აქ ხო ბაზარი არის მოდიხარ და საპორტის სცემა და ყველაფერი ჩემო ჩემო მე იყო რომ ახლები და ახლდა გაგვეცნო თვითონ რეპერები რა ეგ თემა პირველად რომ მოვედი და გავიცანი ეს კამანდა ისენ ჩაოლებრივი ტიპები არის აი ყველას მაგას უხსნი აი ცოტა ისე იციან ანუ მე რა არ მიიღოს ბიჭო იმასაც წინს ვეუნები ისე ჩვენი ჩათვალე რომ შენახა ნახე შენ თავს ასაც რომ წარმედგინო იქახა და რაც არ გაგისწორდებოდა ის არ უნდა დაწერო რაღაცას ჩვენ სადაც არ ახალ ყველგან გონია რომ შენ უფრო მაგრა გააკეთებდი იმას და სხვანაირად მამუკა ჩარკვევმა იცი რა მითხრა მე სხვა ხაზით ლეგენდები აკეთებენ ეგეთი პროექტი არის ვაკეთებ ხოლმე და ეგეთი ხალხი მოყავს და ხდება ხო მამუკა თქვა ეგეთი რაღაცა რომ ანუ შენ რო გააკეთებ უკეთესად შენ თუ შეგიძლია უკეთეს შენ რო უკეთეს გააკეთო მე ივლადავე რა და თუ მე ვაკეთებ და მე მწევს ხალხი პატივს ასე კი მე შენზე უკეთეს ჩემილა თუ ჩემზე უკეთეს გააკეთებ რაღაცას ვიტყვი რა აი ყველა გონია რომ აი მაგრა ვინც რა უნდა თქვას აი საწინააღმდეგოდ რანაირად უნდა იყოს დღეს რო ჰიპ-ჰოპი ამ დონეზეა ფლოუს არის ყველაზე დიდი დამსახურება რა რა თქმა უნდა აი ყველაზე იმიტომ რომ ბოლო 10 წელიწადში რაც გააკეთეს მაგარი სახადარი ხო короче მიწიდან არცაზე აიყვანა საიდან დაიწყო საიდან ხო რა ვაფშე ძალიან დიდი დამსახურება ბრმაუნა იყო და ყრო ეგრო არ დღეს ჰიპ-ჰოპი ამ დონეზეა და ქართველებმა რა თქმა უნდა აი კიდე როგორ არის ქართველებმა კიდე აი ამ ბოლო დროს დაიწყეს უფრო კიდე აი ჰიპ-ჰოპის მუღამში შესვლა რა ხო აი ნიუ სკულის მოსმენა რა და რაღაც ეგეთ თემები და ისეთი უსმენს არ უსმენდა ამათ ხო გირობეროშვილი ოძახდა რომ ის Young Mike-ის სლეპმა ბიჭებ რო გააკისებდნენ ცეკვით რომ მოიგო ის ბედი და ეხლა ვაკელებიც უსმენენ ვაკამდე ვაკელინაში და სხვანაირად გავაზრდა ჯერ ეს ყველგან პოლიტიკის შემოტანა ბიჭო რომ ის იმისიანია და ეს ამისიანია და ეს აი რა უბედურებაა აი მაგი ახლა გინდა არ გინდა პოლიტიკა ყველაფერში რომელიც გარეული რა გინდა არ გინდა ეგრეა არა ხო მაგრამ როცა სოციალურ თემებს აკეთებ როგორც თერიკა აკეთებდა ხოლმე სოციალური ნაგავი და რაღაც ჭიასაც აქვს რაღაც თემები და ისინი გაკეთებული ეგ სხვა არის მაგრამ იმენაი ბედში შემოტანა რომ ხოცია და იმიტომ მოიგო და ნაცია იმიტომ წააგო და რაღაცეები ეგ უკვე ხალხზეა დამოკიდებული რა რა მიდგომით რეპერები ხარ ტატუები ბევრია ეს შენ არა გაქმე მალაგეთ არც გინდა ხო ვაჩენა ჯერჯერობით დავფიქრე აჩენა არა და მინდა რაღაც აღოთ ისეთაკდეს ვერ ვხედავდე რომ ხშირად ხელთან ვერ ვიკეთებ იმიტომ რომ მაინც მეშინია რომ რაღაც იუგი ეს ახალი დახატული მაქვს ედუარდ ფიში არის გამრეკელის ოთხში მაგარი არტისტი ბიჭი არის თუ რამე არის მიაკითხეთ მაგარი ძალიან მაგარი პერსონაჟი წაჭა და მინდოდა და ლევან დუალი კიდე ჩემი ძმა ეგორი არტისტი ვისაც რეკომენდაციას გაუწევდი თუ დამახატოს გავარეკან რა გახატებს არა გაროჩე ძმებო დავაწყე რაღაცა ის სხვათა შორის აი Game of Thrones არის ჩემი საყვარელი სერიალი მაგრამ ხო და რაღაცა ისე ავაწყე და მაგის დახატვა ეგ სამი მე მეგონა სერიალი ჩამიგიდე არა სერიალი გადაო მე მაინც აი გრადუსი აქვს შემოძმაო შენ გაგიგო ბოლო სეზონი მაინც მომეწონა ხო ჩვენი ბარმენი დავლოცოთ უკეთეს შეიძლებოდა მაგრამ გაასწორა თქვენ რომ მოკლათ კინაღავ და ჩვენ რო გადავშით გადავჩით რომ რავი ჩავიდე ბოლოში ეხლა რასაც გაგვირებავთ ეს დაწერილი ტექსტი არის ახალია სპეციალურად თოკაფის პოდკასტისთვის თუ როგორ არის ეს პირდაპირ ალალად და ჩემი დაწერილი არის
ხო, ანუ შენი ნაბაზი ტრეკი გიდევს და მე თუ არ დევს ნუ შესარჩევზე რაც ქონდა ის რა. ბაზარი შენი თემა? მეც მასე ვარ, კაი იქნება. დრო არ ქონდა უცებ და მეწერა. ხო, არა, ბაზარი არის, კაცო, აქ შავარი ბუღამი ეგ არის, რომ მარტო საუბარი და ყველას მაგასუნი მარტო აი მიზანი რა საუბარი. არის? აქ გამოდიხართ, რა თქმა უნდა მოგება არის, მაგრამ აი რომც ნებისმიერ ხარ რიზიკურად ეგრე იქნება რა, ან ერთი წარგებთ, ან მეორე. ხო, ეგ რომელიც წარგებს, აი ორივე მოიგებს. წინასწარ იცოდეთ, რომ აი ვაფშე უკვე ჰაიპი არის, მაგრამ იმიტომ რომ მე კიდე სეზონოფები იქნება იქ რაღაცა. თავარი მუღამი არის პირველად რო დადგე და მე უკვე ეგრის რა. ეგრეა. ანუ ვინც წააგებთ, არ უნდა ჩავადეთ, მე იმას ვიძახე. არა, კაცო. რატო გრუზავ? არ გრუზო არ გაიგრუზო. მე ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ რა თქმა უნდა მოგება გაასწოროთ. რა თქმა უნდა, სპორტი არის. არა, რომ წავაგო და ეხა ვაიმე, თავი ჩამოვიწევ. წავაგე. არა, მე რა ვიცი. ჯერ ვაფშე წაგებას არ ვაპირებ, მოდი ახლა დავიწყო. არ გინდა ეგრეა, ხო, ეგრეა. ხაბაზა წასაგებად კი არ მოვდიო რა, წაგებას არ ვაპირებ. ბიჭო არა ნახე ეგ წასაგებად ეგრე მეც არ მოსულვარ, მაგრამ ანუ რაღაცა ორივე მეგრეა და მაგით გამო კაი ბეთრი ორივე წაგება რა ეს თუ კი უხდება ყველა. ხო და არ წასაგებად არ მოვდივარ ხო რა. ხო თორე ხო, მაგრამ წასაგებად არ მოვდიო და თემა რა არის, აი ჩემი ოპონენტს რა ისეთი ტიპია რომ აი ამასო წავა არ გამიტყდა, კაი ტიპია რა და არ გამიტყდება რა. აი ეგ რა ძალიან მაგისთვის რესპექტით. აი რომ არ რაღაცა გაიგო. მეც იგივეს ვიტყოდი. კაი რაღაცა იქ გაიგო. გამიხარდება რა. ბიჭის წარმატება ილიქს რა. საღორი კაი რაღაცა გაიგო. იმიტომ რომ ერთმანეთს სპორტშიც ეგრე და ყველგან ეგრე ერთმანეთს პატივს ხო, რა თქმა უნდა, თავის თავად უარა მარტო ის არ არის რა. ეთანხმები. თუმცა მე ანდრე ეგეთ რაღაცას ვიძახდი და რაღაც მომენტში მაინც მაგაზაზე ვჩები რომ ეხლა მაგალითად რადგან მაინც ბეთლია მაინც ის მუღამი უნდა იყოს ხომ მეთქვა ნიკის ლოუს და პელეს თემა რო ხო? კი. პატეხილი მე ბანის და ნიკის თემა რო იყო რაღაც ის და არ ეგაც უხდება. არა, ხო, მაგას ხო და ზუსტად მაგას ვამბობ, ეგ ბეთლს ეგ უხდება რომ აი ეგ რაღაც ახლა მე არ უნდა გაგძინო. აი რაღაცა დაკადა ის და დასის და იმის ბიტის დისებიც მაგარი იყო, ხალხი ელოდებოდა ის, არა, ხას სერის ყურება ეგ დისების თემა ეგა ეს პრობლემა ხალხს უყვარს. დისების თემა კიდევ სხვა, მაგრამ უყურე, აი იმინა ბეთლიო შეხურდება ისე რომ ხედავ რომ ოპონენტები ერთმანეთში კი აი მაგრამ მოხდა ხა დაამოღამეთ დასი და თქვა ესენი რომ კამანდა გამოხდებოდა, იცი? აი დინამო სტადიონს კი არა, რა ვიცი, მაგრამ ან კოლაბორაცია. ხო, ბეთლო ჩატარებული იყო, თქვა ვიძახი. დას და ტახას გქონეთ ხო ერთობლივი ლაი, რამაცით ხო? კი. ხო, ეგ და მე თქვა ბეჭერია მე თქვა ამოვაგდო ერთობლივი ლის რო ეს ადრე ძალიან თუ არა, ეხლა მე ვურებ ხარეს უსმენ მაგალითად. მე იმიტომ რომ ვაჩესთან იმინე კულისებში გაიჩენ ალბათ დიდი ვაჩარი დღეს საქართველოში აი top 3 ყველაზე top 3 უეჭველი რა, აი მუსიკალურობაში რა, ძალიან მუსიკალური ტიპია მე. ვიცი, ხო, ვიცნობ და კაი ტიპია. ძალიან მაგარი მუსიკას აკეთებს. იქნება ბეთლები, მიდით, მეც მოვალ თუ მოვიცარი მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვიდე. თუ არა და აგეთ ჩემ მხრიდან მოყვანა ბიჭების. უეჭველი, აი ძალიან კაი ბეთლები იქნება. გაცხოვ აქე და რაც შემიძლია, როგორც შემიძლია და გაგისწორდება თუ უეჭველი. უეჭველზე აქ გამოიწერეთ. რა არინანეთ და რა თავარია საბაშა იქნება და მით უმეტეს არინანეთ. ყველაზე ლამაზი MC საბაშა მაგარია. აქ გამოიწერეთ საალაიქით ვიდეო და სტიმული მომეცით. და ბილეთებს გავათამაშებ კიდე ჯგუფში მაიკ დროპის უეჭველი. ხო, ვა შეგენიცო. აჯო, გაიჩით რა. მე ვისწორდებათ მაგრამ ამხელა პატივები როქცეს კაცო. რო ჩავიხჩეთ იმ. პირდაპირ მნიშვნელობით ამხელა. ვიმყოფებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გადაკარი ბარში, რომელიც არის სოფიკოს სკვერში არის პირდაპირ კოტი აფხაზის 42 ნომერში. ძალიან დიდი მადლობა ამხელა პატივისცემისთვის. ჩვენს პატარა ხალხი ესე. მადლობა გადაკარი ბარს. მადლობა გადაკარი ბარს, ასე მადლობა DL Shops რომელსაც ისე მოგიწევება. ეს კეპიო. DL Shops მადლობა ასევე რომ მადლობა DL Shops. კეპები ვიგრევა თამარაშვილის 14 ნომერი არის თუ არ ვწდები. არა, ან თუ რაღაცა შევწუნე მან. მოკლედ და მადლობა ბიჭებს ასევე რომ მოვიდნენ მიქაელი, კვაჭი და პიპი საძმოს დამფუძნებელი, შემქმნელი და ბეჭედის დამხმელი სეხნო. ჩავატყი. მადლობა პიპი. ეს რეპერულად გაჩერე როგორ შეგია? ეხლა. ბიჭო ეგ და მოგა. To Cafés podcasting. Yeah. Wow, yeah. Otri cari, otri bez
მან ნაჯახას ყვალი ორფიეს ფირმა სამარი ჯვარი და სწოდა მიატარა მიწამებდარი ყოველგვარი ეგზემპლარი საიქიოს გაატანეთ ნახევარი NPC MC-ების ამბებარი სისტემაში დანახული გამტოვარი არის იგარჩუნდა დაუდებული ეს არის ყველაზე მინიმალური გაგიხდა ხვიტობა სისტემატური იქნები ყოველთვის პრობლემატური მიწაზე დაეშუბნელეთ ისნისიდან გიყურებს სიკვდილი ცხედარის ძეტი სადაც მე ვიქნები ნაჯახი გარშემო ძირში მოიჭრება სულ ყველაფერი ნაჯახა წინ არის თან არის შორწყო და ვიქელა ვინ არის არ მიგდებს ხოცო და ვერსები მიიბაბი ამგდებს ოფტო და ფონა გიჟარი და ჩიჩოცა ხოდა განახეთს მე გადავატარებით მე დაგავუზომე ბარცხე მე დავიგე მე სიცხე დონი ვარ მაფიის სოლით ვერ დამაზიანებ მაქუის სოლით ოკაგოზებს გავარ ელმატადორი ჩემი ვე მუსიკა მოტივატორი ზორი ფონი მაგამზის ბრძოლით მე ვერ შემაშინე მაგზის სტოლით ორთა ბრძოლაზე ვარ გლადიატორი შენი ვე პუბლიკის მოდერატორი შტორი იტუზი ეს ბიდი ძინცხალი ფლოუზე განახებ ვინ არის ნაჯახა ბიტების მომელი დინანი ფაპარანგელოზე სატანის ვიზავი ვერასე იავრი კარკონის რეალი ცეცხლი უკიდია აუნა ტრიალი მე კიდე შობზე აბაცვი ეს ბიტი ვერსი და ბაკარები მარილიანი თითქოს ვიყო გულდანი ამ რეგიონების სულთანი თითოს ურსმანი ამ ფირების მე უფალი თვალები მაქსონარი დეტექტორი ცრუემსის ყვალის წამებიდან კოშმარი მე გახლა ვარ თამბურნალია მე ამ სქემას დავწერე რომ გადასკეტა სქემას ანატურებში ნაგანათებას თუ გაძის ბავშვების გამარტებას ასარი არაფრის აკსარებას და პრობლემებს ზოგადის გაგაწყებას გადადებას ბრალდების გამარტებას გასახებას განგების გაბრაზებას ეი აზროვნება არ იქნება სმენა თუ არ გაგონება ყოველ ზონე რომ მოტივად გამოზრება სანამ მოხსენებ კატოლებას უნდა გულის პროკიროდიერო დამარცხება ჩანაჩენი გადაწყდება თუ როგორ გააგრძელებ ცხოვრებას გაცხადება ყველაფერი გაჭამდება აუ, კაია.